თავდაპირველად გაიმართა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნას მიეძღვნა. მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 2005-2006 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარმა მრჩეველმა მალხაზ კორძახიამ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა შესაბამისი სიგელებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს. ქართული ჭიდაობა არის საფუძველთა საფუძველი ყველა ჭიდაობის სახეების. თუ რამ მსოფლიო ევროპის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები ყველა ქართული ჭიდაობით აიდგა ფეხი. ამიტომაა მნიშვნელოვანი ქართული ჭიდაობა უფრო პოპულარული გახდეს. მთელ საქართველოში მოიკიდოს ფეხი მასშტაბურად. მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. ვიმედოვნებთ მომავალში ჩვენთან აფხაზეთში ჩავატარებთ ამ ლამაზ ღონისძიებას. დღეს მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა აფხაზეთის კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ასეთ ჯეროვან ყურადღებას უთმობს ქართული ჭიდაობის აღორძინებას. ძალიან დიდი მადლობა მას ასეთი რუდუნებისათვის, ასეთი გარჟისათვის. მიხარია რომ ამ შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა, დავიკავე პირველი ადგილი და მინდა რომ საქართველოში ტარდებოდეს ყოველთვის ასეთი შეჯიბრებები.